იუცავძმაო. მაგრა გამეხარდა შენი ამბავი. ძალიან გაგწეც ეს. ხო, აბა რა სიზამდნენ შეჩემო, უსაშინლესი მუხლია. Вообще მაგარი სტრანია, რო გირაოზე წამოვიდა. მაგრა გიჩალიჩია, ხო იცი? და მე რო არ უნდა მეჩალიჩე ხო ხდები. სად არიან? ზე. აი რა. ძმობას გეფიცები მართლა არ მინახავს. ხო, უბანშიც არ გამოჩენილა. სახლში დავადექი რა, მეთქი რამეს გავიგებთ ხო და ვაფშე არავინ არაფერი არ იცის. აორთქდნენ? არ ვიცი, აორთქდნენ თუ მიწაში ჩაწვნენ, მაგრამ ფაქტია რომ არ გამოჩენილა. დაკითხვაზე ვარ თუ რა არის? ამას ვინ მეელაპარაკება? ჩაბო დაგეწევით რა. მაგრად. ესე იგი არ იტყვი ხო სად არის? მეც ვეძებ, ბიჭო, მეც. ხო და რო იპოვნი, უთხარი რომ ნახო. თუ ვიპოვე? არა იპოვნი, ზუსტად ვიცი. მეცნება რომ გულებ რა. რატომ? რატო ლუდი ვერ დაგალევინე? და წყალიც მაკმაყოფილებს და. და მაგიტომ მეცინება მე არ მეგონა საერთოდ ამით თუ ვიყავი კმაყოფილი. იდიოტი ვიყავი და მაგიტომ. ყოველი დილა უნდა დაიწყო მადლიერებით და კმაყოფილებით. რომ გაიღვიძე, რომ ზესხება. თუ წინს ერაშო. გეუბნები კმაყოფილება და მადლიერება არის ეს ერთადერთი გზა, რომლითაც მიხვალ ჰარმონიამდე საკუთარ თავთან. ჯერიან იქ გასავლეს ტიბეტში. არაფერს არ გასავლიან იქ საერთოდ. უბრალოდ ცხოვრობ რა. და ნელა ჩდება ის ერთადერთი და ნათელი გზა, რომლითაც მიხვალ ჭეშმარიტებამდე, კმაყოფილებამდე, მადლიერებამდე. ბიჭო, ვიძაც რა სხვანაირი ხარ. ჩვენი გარეგნობა კიდე არის ჩვენი ცხოვრების წესი. აი რა იყო ჩემი ცხოვრება 10 წლისი. წამოზე ჩალიჩი, ყველას გადაყრა. ახლობლებისთვის გულის ტკენა. პრობლემა ვიყავი ყველასთვის. და ამიტომაც გაქრი. არა, თავიდან ვიფიქრე რომ უბრალოდ გავალ მეთქი. წავალ, გავეცლები ყველაფერს თქო რა. მე ინდოეთში ჩავედი. იქ კეთილი ადამიანები შემხვდნენ და ტიბეტი. არ გაგიჭირდა. მაგრამ სულ ბოღმა, სულ აგრესია ყველას მიმართ, ძალიან ცუდად ვიყავ, მაგრამ მე ნელა და ბოლოს გახდი გურუ ანდრო, ხო? არა, გურუ არ გავხდი. მაგრამ იმდენი რამე ვისწავლე, რომ მინდა სხვებსაც გავუზიარო, ასეც ვიზამ. აუ ძალიან მისწორდება ეხლა რო გხედავ რა. მეც მიხარია. აუ შენთან დარიგო მეშინოდა ისე იცი? ნოდო. იფიქრე ხო ალბათ ეხა ისევ გაწოლილი იქნება წამალშიო. არა მოჭა. ხო და მიხარია რა. კაი, ასე მე ბერს მოგიყვები, მიდი შენ მოყევი რა. ეხა შენი ჯერია, მიდი დაიწყე. ბიჭო, არც ვიცი მე საიდან დავიწყო რა. სულ თავიდან. კაი. მადლობა. მომიყევი რატო ქონდა ისეთი ხმა ტელეფონში, რომ თითქოს ვიღაც მოკვდა. მართლა? კი. მე ძალიან ცუდ დღეში მაქვს ნერვები, თორე ეგეთი ტრაგიკული არაფერი არ მომხდარა. იტყვე ახლა რა მოხდა? არჩევანი უნდა გავაკეთო და ვერ ვაკეთებ. ანუ? მოკლედ, თამთამ შემოთავაზა ფილიალის მენეჯერობა. კარგი ხელფასით და მოქნილი გრაფიკით. ნუ შემოთავაზა რა, უკვე სტაფთან აწარმოადგინა. ანუ დათანხმდი? არა, მაგრამ სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, რუსამ დამირეკა. ახალ ცენტრს ხსნი და მენეჯერად წამოდია. მერე? რას ფიქრობ? რა თქმა უნდა, რომ რუსასთან უნდა წახვიდე. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ თამთა ძალიან შეცვლილია. თან არსებულ ცენტრში მთავაზობს სამსახურს და ეს კიდე საერთოდ როგორი იქნება კაცმა არ იცის იმუშავებს? მარიამ, გაიხსენე თამთას ცენტრი. რუსას ამუშავებული არ არის? ხო, მაგრამ ეხლა უკვე იმდენი ცენტრია და იმხელა კონკურენცია. მესმის, მაგრამ მე თუ მკითხავ 1000 ჯერ ნაკლებ ხელფასზე მისჩევნია რუსასთან მუშაობა
ვიდრე თამთასთან, რომელიც რა დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებს კაცმა არ იცის. ხო გეუბნები ძალიან შეცვლილია. ანუ მე ამჯერა გეცვლილებების საერთოდ. დარჩენ არ გჯერა. თუ რა ახარ მოხვიდო და ამკითხავდი. მოიცა. ვისგანაც შვილს ელოდები? ის არ არის შენი ცოლი? არა. რანაირად? კაი, რა გჭირს ბიჭო, არანაირად. მართლა წმინდანი გახდი? არ გაგიგია ეგეთი ამბები? წინა ცხოვრებაში კი? ჯო, არ ვიცი, მე მაქვს ერთი ცხოვრება, სადაც არის ქალი, რომლისგანაც შვილს ველოდები და სადაც არის ცოლი. და ვისგანაც შვილს ელოდები არ შეიძლება რომ ის ცოლი ყოფილიყო? არა, ნუ გათხოვილი იყო. და მოიცა. შენ და თუ შვილს ელოდება? სოციალური სტატუსი რო ხელს ვერ შეუშლის შენთან ყოფნაში, ეს ხომ ჩემზე კარგად იციკერეს? ხო, ნუ ეთქობა არ მოინდომე, ისე როგორც საჭირო იყო. და როცა მოინდომე, იმას აღარ უნდოდა. ხო, ნუ მოკლედ რაღაცა ეგეთი, დიდი გაუგებრობა იყო. თავიდან ეგონა რომ თავის ქმრისგან ელოდებოდა შვილს და მე აღმოჩნდა რომ ჩემგან ელოდება თუ. გააბრაზდი და მოიყვანეთ ცოლი. თაკო მართლა ძალიან კარგი გოგო. ჯერა. მაგრამ არ გეჩვენება რომ იჩხარე. აღარ ვიცი უკვე რა მეჩვენება და რა არ მეჩვენება რა. ბევრი რამე გაქვს დასავლაგებელი კერეს. აი, რას მეუბნები მართლა? კი, და სანამ საკუთარ თავთან არ დაალაგდები, სხვასთან ერთხელ დაალაგდები. იცი რა, ეგ საკუთარ თავთან დაალაგება ყველაზე რთული. მთელი ცხოვრება ამაგას ვცდილობ და არ გამომდის. ცუდად ცდილობდა მაგით. ეს კარგად როგორ არის ხო არ აი, მაგაში გაგარკვევდნენ. აუ თუ ჩემი ძმა ხარ, ეხა ეს სულნელოვანი სანთლების და 2 საათის ჩუმაჯდომის მე არ მჯერა რა. ეს. თხილა დადე. არ დაიგუჯოს. თორე ხალხი რა სიტყვის. ოპერაში დაკუჭული შარლით მოვიდაო. და როდიდან გვაინტერესებს ხალხის აზრი? წამალი გაქვს დასალები. აუ მერე იყოს რა. რადგან? ხო გადიოდი უკვე. კი, მაგრამ მეგონა გეძინა და ვიფიქრე დავაცდი თქო. ხო და ვითომ ძინავს. პატარა ბავშვით იქცევი ხოლმე. არა და როგორი ზრდასრული ვარ ხო? შეგიძლია ცოტა თავი წავმიწიო. რა თქმა უნდა. ეცოდე. ფრთხილად. აი ესე. კარგია? კი, კარგია. თუ არ გეჩქარება. ჩავიჯიქი ცოტა ხას.
იცი? ბავშვობიდან. ყოველ შემთხვევაში რას თავი მახსოვს? სულ ცდილობდი, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა. ბებია, ბაბუა, მამიდა, დედა, მამა. არ მახსოვს ოდესმე ვინმე ჭამაზე დამხმარებოდეს. ან თუნდაც 5 წლის მერე აბაზანაში შემომყოლოდეს. ოჩა. ადრე დაგიწყია დამოუკიდებლად ცხოვრება. კი. იცი? შეიძლება ნახევრად მოუწესრიგებელი დავდიოდი და ხშირად დაუფანილიც. მაგრამ ეს არ მოწუხებდა. იცი მთავარი რა იყო? ჩემი თავის პატრონი მე ვიყავი. მე კიდევ გატუტუცებული ბავშვი ვიყავი. ლამის მეხუთე კლასამდე დედა ჩემი საჭმელს ხელით მოჭმევდა. ჩაცმაზე და მოწესრიგებაზე აღარ ვლაპარაკობ. რა უცნაურია რა. შენ გიყვარს რომ გიფრთხილდებიან და შენზე ზრუნავენ. აი მე კი თუ ახლა ამაზე აპირებ ლაპარაკს, ავდგები და გავა. კარგი ხო. ძალიან დაგტანჩი. ფაქტობრივად შენც არ გინდა გთხოვ? მოდი ახლა წამალი დავლიოთ და მე აბაზანაში წავიდეთ. ვნახოთ სახელურები როგორ მუშაობს. გავიდა უკვე 2 საათი. კასპერამ თქვა უნდა გაშრესო. გაშრებოდა. კარგი ბიჭია. ძალიან. დიდი ხანია მეგობრობთ? არა. ასე მეგობრობით არ მეგობრობთ. უბრალოდ თანამშრომელია. ცოლიანია? არ ვიცი. დაიცადა პირსახოცებს მოვიდა. არა მგონია. რა? ცოლიანი რომ იყოს. წესიერი ბიჭია. და მე მგონი შენ ძალიან მაგრად უყვარხარ. შენს მდგომარეობაში მეც გამიჭირდებოდა ამის თქმა. მაგრამ ჩემს მდგომარეობაში შენს ყველაფერს მიხვდებოდი. არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ყველაფერი მესმის. ბიჭო 15 წლიან სროგზე ისე მიშვედით, არაფრის აზრი არ ვიყავი და დამშვედი როგორ მეუბნე. იმდენი ბოდიში მაქვს თქვენთვის მოსახდელი. უამრავი. ახლა მაგიჟებ თუ მართლა ასეთი უპასუხისმგებლო ხარ? რაც კიდე ის მეძახი ყველაფერს ვიმსახურებ ამ შემთხვევაში. მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის
გაგცობს